მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ძალიან დიდი ხნის მერე. უკვე ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც მანქანებთან დაკავშირებით ვიდეო არ დამიდია. დღეს უნდა გაჩვენოთ ჩემი E34. კეთყვით ორი სიტყვით აქამდე სად იყო, როგორ იყო, რას აკეთებდა. ძალიან დიდი ხანია ვაწყობ ამ მანქანას, ბევრმა იცით, ბევრმა არ იცით, ძალიან დიდი ხნის წინ დავდე, რომ E34-ის პროექტი დაიწყოთ ხო, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც აქ არ გვაქვს ნაწილები ისე, რომ აი დაშლილებში მიხვიდე რამე იყირო და ესე და ისე, ყველაფრის ყიდვა მიწევს ახლის და ყველაფერს უნდა ელოდო ძალიან დიდი ხანი რა. ეს ყველაფერი დროს წელავს მაგრად. და რავი, დრო ამანაც გაწელა, კიდე სხვა ფაქტორები იყო, რის გამოც გაიწელა დრო და ძალიან დიდი ხანი ეს მანქანა იდგა. მე ვაკეთებდი, მე რავი, ცოტას ვაკეთებდი აქეთ იქით რაღაც და ნუ როგორც იქნა იმ კონვენციამდე მივიყვანე, რომ მანქანა ავაწყე, დადის, უკვე ერთი თვეა სადღაც მანქანით დავდივარ, პატარ-პატარა ვიდეოებს კი ნახავდით და ვამზადებდი შესაღებად, ესე რომ ვთქვათ რა. მთლიანი მანქანა ახალია, ესე გამოდის. მოდი ახლა გარედან გაჩვენებთ და გავაგრძელოთ საუბარი გარედან. მოკლედ ესე გამოიყურება გარედან. გაჩუმტიცაღლო ფულჯეკა. ესე გამოიყურება. მანქანას დავაყენე ახალი შიტოკები, ახალი დისკები, ახალი დაკიდების სისტემა, ახალი ფარები, ახალი ძრავი, ახალი კარობკა, კოლოფი, გადაცემათა კოლოფი. ახალი სალონი. ახალი ტორმუზის სისტემა, როგორც წინ, ასევე უკან. აი ესია. რა თქმა უნდა, უკანა ბამპერიც ახალი M5-ის ნომრები, ყველასთვის ცნობილი. OM500, ჩვენი საყვარელი ადამიანის და ეს პროექტიც როგორც იცით, თევზაძის ეძღვნება, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თევზაძის მანქანას მინდა რომ დავამსგავსო. რაღაცები ბოლომდე არ ემსგავსება, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ზუსტად ისეც ვერ იმაშვები. ვერ ვატყობ. ესე არის შიგნიდან. ესე მოფურტკნული, იმიტომ არის რომ დღეს მიმყავს შესაღებად. და ეხა ამ ვიდეოს მაგიტომ ვწერ. მოკლედ როგორც უკვე ვახსენე, ეს პროექტი ეძღვნება გიორგი თევზაძეს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, მე პატარა ვიყავი, 13 წლის ვიყავი გიორგი რო დაიღუპა და არ ვიცნობდი მე მაგ ადამიანს პირადად, მაგრამ იმ ხელა ემოცია გამოიწვია ჩემში, რომ მთელი ცხოვრება, რა ვიცი, როგორც მე, ისე ყველას არ ავიწყდება ეგ ადამიანი და ყველა მის, აი ამერიკაშიც რო დავდივარ დაჟე ბევრს უთქვამს რა, რომ აი იცი გიორგი თევზაძე ვინ იყო და რაღაცა E34 ყავდა და მეთქი როგორ არ ვიცი, ანუ შენ თუ იცი, თორე მე ვიცი. ხო და ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამ მანქანის აწყობის რა და ძალიან დიდი ხანია, უკვე 1 წელია ალბათ ვაწყობ ამ მანქანას. რა ვიცი, სრულიად განვაახლე როგორც უკვე ვთქვი და ძალიან მინდოდა რომ მაგ მანქანისთვის დამემსგავსებინა დისკებით, რაღაცა ანუ ვიზუალით ყველაფრით რა. ბევრი ვეცადე, მაგრამ რაღაცეები მრჩება მაინც, რაც ზუსტად ისეთი არ ექნება. აი თუნდაც ეს რესტაილინგის ცხვირი, იქიდან გამომდინარე, რომ არა რესტაილინგის ცხვირი, წესიერი, ანუ ახლოს ვერ ვიშოვე რა და სადაც ვიშოვე, იქამდე არის 500-600 მაილი და იქიდან შიპინგიც არ მიიღეს, იმიტომ რომ შეიძლება კაპოტი ახლა მაგალითად ძალიან დიდია და რო ჩამოვა კაპოტი შეიძლება გაფუჭებული იყოს ვაფშე და ნუ ძალიან ისაა რა, ბევრჯერ ამდენჯერს კაპოტი ვიყიდე, იმდენჯერ დაზიანებული მოიტანეს რა და 500 მაილზე მე კიდე ვერ ჩავა სამწუხაროდ. და სამომავლოდ თუ გაიჩნდება რამე კარგი აბლისოკა, კარგი კაპოტი, რაღაც სარკეები, რომ ზუსტად ისეთ სტილში გავაკეთოთ, როგორც იყო თევზაძის მანქანა, ძალიან კარგი იქნება და შევცვლი აუცილებლად რა. დღეს მიმყავს, როგორც უკვე ვთქვი, მალიართან, უნდა გადავღებო მანქანა,
შიგნიდან გარედან დაშლილი მყავს ამისთვის. ესეთი არ იყო. მოკლედ აწყობილი იყო თავიდან ბოლომდე, დიდი ხანი ვაწყობდი. და რა ვიცი, წავედით ახლა და გაჩვენებთ უკვე იქიდან კადრებს. აბაჰე. მოკლედ მოვიყვანე მალიართან. დავშალე. ესე გამოიყურება, ცოტა გადაიჭკურ გაქვს რაღაცები, პროსტო ვცადეთ. და ესაა და ეს რა. დავა დაწერეთ კომენტარებში რა ფრად იღებება მანქანა. მოკლედ ესე დასრულდა დღევანდელი დღე. მე ერთი კვირით ტრანსპორტი გამოვიცვალე. M4-ზე გადავჯექი. ცოტა ხნით მომიწია ჩემი ბებრის დატოვება სამღებროში კადრებს კი ნახავდით და რა ვიცი გამიხარდება თუ იაქტიურებთ და კომენტარებთ დაწერთ თქვენ აზრს როგორია რა არის არხს გამოიწერთ მეტი мотиваციისთვის ვაპირებ რომ სერიოზულად მივუდგე უკვე YouTube-ს გაზაფხულიდან სავარაუდოდ იმიტომ რომ ეხლა ძალიან ცივა და იქამდე რაღაც ვიდეოებს შემოგაშველებთ. აი მაგალითად ეს ვიდეო არაფერი არაა რა, ანუ ესეთი ძალიან მინიმალისტურია და 34-ს რო ავაწყობ წესიერ ვიდეოს გადავიღებ კარგი მონტაჟით და ხარისხით და ყველაფრით. და იმედია მოგეწონებათ რა, ეს ვიდეო არის უბრალოდ საინფორმაციოდ რა, რომ იცოდეთ რომ გრძელდება 34-ის პროექტი. წავედით ახლა და მადლობა რომ მიყურებთ. მადლობა რომ გვერდში მიდგახართ და უფრო მადლობელი ვიქნები თუ გამოიწერთ ჩემს არხს, გადააზიარებთ, რა ვიცი, თუ რაღაცას ამოჭრით, რაღაცა ჩემ ვიდეოს გადააზიარებთ და ასე შემდეგ, ჩემი თხოვნა იქნება რომ მომთაგოთ ხოლმე. ძალიან ბევრი გადაზიარებები მხვდება ჩემი ვიდეოების და მომთაგეთ ხოლმე და მეც გადავაზიარებ ჩემ სტორებში. აბა წავედით ხალხო. კარგად და წარმატებები. იმედია ისიამოვნეთ.